გაglოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. ახლა მინდა გესაუბროთ ქრისტეს უდაბნოში გამოცდის მეორე თემაზე, მეორე საკითხზე. მაშინ წარიყვანა იესო ეშმაკმან მან წმინდა საქალაქსა და დაადგინა იგი სართულსამას ზედა ტაძრისასა. და რქუა მას, უკვე თუ ძე ხარ ღმრთისა, გარდაიგდე თავი შენი ამიერი ქვეყანად. რამე თუ წერილ არის, ვითარმეთ ანგელოსთა მისთა დაუბრძანებია შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღიპრან შენ, ნუსა და წარსე ქვასა ფეხი შენი. რქუა მას იესო, ყვალა წერილ არის, არა განსადო უფალი ღმერთი შენი. ერთად ალოცვილი გამყოფოთ, ეს არის მეორე თემა, რაშიდაც გამოაცხადა ეშმაკმა იესო ქრისტე უდაბნოში ყოფნის დროს. პირველი თემას ჩვენ ამის შესახებ ჩავწერეთ ვიდეო, ეს არის ნაყროვანებზე კვების მხრივ და მეორე წაიყვანა იესო, აიყვანა ტაძრის მაღალ ადგილზე, თავზე დააყიდა და ეუბნება, გადაიგდე თავი, ანუ გადავარდი აქედანო და ხოა დაწერილიო რომ, ნახეთ ის სიტყვები მინდა წაგიგითხოთ, აი ხოა დაწერილიო, ანგელოსთა მისთა დაუბრძანებია შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღიპრა შენ, ნუსა და წარსე ქვასა ფეხი შენი. ჩემოდი უფასებო, ვინც ფსალმუნებს ხშირად კითხულობს, ნაცნობი ტექსტი ხომ არ არის? საქმეც იმაშია, რომ ეს სიტყვები არის 90-ათე ფსალმუნიდან. ანუ ეშმაკი ეუბნება, ესაუბრება ქრისტეს ფსალმუნის ტექსტით. იახციეთ ყურადღება. და იესო პასუხობს, რომ არა, ასე ისიც დაწერილია, რომ არა განსადო უფალი ღმერთი შენი. ანუ რატო გაუშვი ხაზი, რომ ფსალმუნის ტექსტით ესაუბრება ეშმაკი იესო ქრისტეს. ხშირად ხდება ხოლმე, ნუ შეიძლება ხშირად არა, მაგრამ ხდება ასეთი შემთხვევა, რომ ვიღაც შეიძლება სახარებისა და წმინდა წერილის ტექსტით გესაუბრებოდეს, მაგრამ ეს არ იყოს ღვთისგან, იყოს ეშმაკისგან. ეშმაკმა იცის ფსალმუნი, ეშმაკმა იცის წმინდა წერილი, ეშმაკმა იცის ღმერთის არსებობა, ანუ წამს რომ ღმერთია, არსებობს ღმერთი. მაგრამ რაც ეშმაკს არ აქვს, ეს არ აქვს მას მორჩილება. ის რომ ჩვენ ვიცით ძვირფასებო, ფსალმუნი, რა წერია ფსალმუნში, კარგად ვიძლევით განმარტებებს, ხაპასხობით შეგვიძლია განმარტოთ წმინდა მამების ცხოვრება იქნება თუ წმინდა მამების მიერ განმარტებები წმინდა წერილის. ეს აღნიშნავს ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ეს კარგია, მე ამას კი არ უარყოფ ღმერთთან დამიფაროს, მაგრამ ეს აღნიშნავს, რომ ჩვენ ღვთის გზით მივდივართ. ღვთის გზაზე სიარული ნიშნავს მორჩილებდე მაღალ ღმერთს შენი ცხოვრებით. ახლა მოდი ცოტა გავშალოთ ეს თემა, რაც ნიშნავს მაღალ ადგილზე დაყენება და გადავარდი. მაღალ ადგილზე, ანუ გადავარდიო, საფრთხე შეუქმენი შენ თავსო. და ხო დაწერილია, რომ ანგელოზები დაგიცავენო და დაგიჯერებო. იესო პასუხობს, არა განსადო ღმერთი შენი. მეგობრებო, როდესაც ნასვამი ჯდება საჭესთან ადამიანი, ანგელოზები დამიფარავს, მე ღმერთი დამიცავს. ხომ არ გავს საქციელი? რასაც ეშმაკი აცდუნებდა, თითქოს გადავარდი, დაგიფაროს ანგელოზებიო. არა განსადო უფალი ღმერთი შენი. არ გაცადო, ანუ არ გამოცადო შენი ღმერთიო, იესოს პასუხია. როდესაც თქვათ, ეგრეთ წოდებულ პახმელიაზე ხარ და ცივწყარში გადახდები საცურაოდ, რამდენი ტრაგედია მომხდარა ამის თაობაზე. არა განსადო უფალი ღმერთი შენი ძვირფასო. როდესაც თქვათ ზღვაში შედიხარ და გინდა რომ სიღრმეში შეხვიდე, რომ აჩვენო საკუთარ თავს, შეიძლება რომ რა მაგარი ხარ, ან შეიძლება ვიღაცას მოაწონო თავი, ანუ გოგონას, ან სხვას ვინმეს, არ აქვს მნიშვნელობა. არა განსადო უფალი ღმერთი შენი. და კიდევ ჩემო მეგობრებო, როდესაც ხედავთ ქვეყანაში ამდენ უბედურებას, განარკომანებულ ერს, გენოციდის ქვეშ მყოფ ერს, უცხოტომელებით გავსილ ერს და არაფერს ვაკეთებთ. იმის გამო, რომ ამ სოფლის ძლიერებს არ ეწყინოთ და შემოსავლის წყარო არ შეგვივიწროვდეს და არ შეგვიწყდეს. და მხოლოდ იმ სიტყვებს ვამბობთ, რომ ღმერთი დაგვეხმარება. ხომ არ ვცდით ღმერთს ამით? არა განსადო უფალი ღმერთი, რატო ვცდი ღმერთს? რატო გგონია და რატო ხარ დარწმუნებული ასე, რომ ღმერთი დაგეხმარება? რატო უნდა დაგეხმაროს ღმერთი? შენ თით სიარ ურტყამს, სიტყვასაც არ ამბობ. ხმას არ იღებ და თან იცი რომ უბედურებაშია შენი ქვეყანა.
განარკომანებულია თაობა. აი გადაგვარების რეჟიმშია მადლობა გვერდს ყველა არა, ახალგაზრდა თაობა ძირითადად აბსოლუტურად შეცვლილი არის აზროვნება, ვიდრე ჩემ ახალგაზრდობაში იყოს უარესობისკენ. ყველაზე არ მომბო მადლობა ღმერთს, რომ ყველა ასეთი არ არის. გაივსო ქვეყანა უცხოტომელები და უფრო ცოტა სხვა ტექსტით რო თქვა, გაივსო ლოგინი შავი ფეხებით და ჩუმად ვართ, იმიტომ რომ საჭმელი არ მოგვაკლდეს და ღმერთი დაგვიცავს, ვამბობთ. არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. ეს ამის მიხედვით ხო არ განვიკითხებით და სწორედ ამ ხომ არ ვარღვევთ უფლის სიტყვას, არა განსცადო უფალი ღმერთი შენი, ხომ არ ვწდით უფალს, ხომ არ ვეთამაშებით ცეცხლს. ჩვენ ვალდებულები ვართ და ყოველთვის ვემსახურებოდეთ ღმერთს. და ღმერთი რა არის და ვინ არის? როგორ ამბობს იესო თავის თავს? მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. ანუ მე ვარ ჭეშმარიტებაო. სადაც არის სიმართლე და ჭეშმარიტება, ჩვენ უნდა ვდგებოდეთ სიმართლისა და ჭეშმარიტების მხარეს. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს მხარეს ვდგებით. თუ ჩვენ ვცხოვრობთ ჭეშმარიტებით, ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტეთი. და როდესაც შენ იცი, რომ შენს ერთ გადაგვარება სიკვდილი ემუქრება და ხმას ადიღებ და ვინც უკეთებს ამას, რომელიც ძალაც უკეთებს, მასთან თანამშრომლობ იმის გამო, რომ შენ პირადი გამორჩენა გქონდეს. ჭეშმარიტების მხარეზე დგახარ, თუ შენიქმედებით პირიქით ჭეშმარიტების დამწკუდველ ძალას აძლიერებ. სად გახარ? და მომეხმარება ღმერთი, რაში მოგეხმარება ღმერთი? ბოროტ მოქმედებაში? როდესაც ჭეშმარიტების მეორე მხარეს დგახარ და ღმერთის შეწევნას ითხოვ, ღმერთის შეწევნა რაში გჭირდება, რა მიმართულებით, სადაც დგახარ იქ, ანუ ბოროტ მოქმედებაში. ჩვენი ვალდებულება არის, მეგობრებო, კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ ღმერთის სიყვარული არის. ეს გაგვიზეპირებია, დაგვიმახსოვრებია, ჩვენ თავსაც ვარწმუნებთ, რომ ასია და ასევე ერთმანეთს ვეუბნებით. მაგრამ არასოდეს, თითქმის არასოდეს არ ვამბობთ, რომ ღმერთი სამართლიანი არის. ღმერთი არის სამართლიანი, ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ამ ქმედებას, ასეთი ქმედების, ასეთი ცხოვრების ბოლო არის დაღუპვა და ღმერთის სიყვარული არის იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენი უძულო არასწორი ქმედებების გამო გაგვიჩნდება სინანული. სინანულის შემდგომ არის ღმერთი მოყარე. მანამდე ღმერთი სამართლიანია, თუ კი სინანული არ აქვს. ასე რომ მეგობრებო, ჩვენი შინაგანი არასწორი დამოკიდებულება უფალთან, შეიძლება ჩვენ ღვთისმსწრებებითაც ცხოვრობდეთ, უნდა გავასწოროთ და უნდა შევინანოთ. სწორედ ეს არის ღვთის გზაზე სავალი გზა. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ. ღმერთმა ყველა ქართველ შეაყვაროს საქართველო და ღმერთმა ინებოს, რომ ქართველ ხალხს აუძლიეროს ღმერთმა სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ მოსმენისთვის.